საპატრიარქოს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის კლინიკა ქსენონმა საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. აღნიშნული საავადმყოფო ქუთაისში მდებარეობს. 14 თებერვალს კლინიკაში საერთაშორისო სერტიფიკატის გადაცემის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას კლინიკის მმართველი ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, საერთაშორისო ორგანიზაცია აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლები და კლინიკის თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ქსენონი ერთადერთი მრავალპროფილური კლინიკაა დასავლეთ საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. ღონისძიებაზე ორგანიზაცია აკრედიტაცია კანადის საერთაშორისო და ადგილობრივმა ჯანდაცვის ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს კლინიკისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების მნიშვნელობას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში მხოლოდ 9 საავადმყოფომ გაიარა აღნიშნული აკრედიტაცია, მათ შორის არის საპატრიარქოს 2 კლინიკა. წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი თბილისში და წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის კლინიკა ქსენონი ქუთაისში. 2 წლის წინ კლინიკამ აღნიშნა 10 წლის თავისი არსებობის და დღევანდელი ჩვენ დღეს ვზეიმობთ ჩვენი კლინიკის აღორძინებას, განახლებას და ახალ ეტაპს განვითარებისას, რამე თუ ერთი წელი, ბოლო წელი მზადდება ევროპული სტანდარტების მიხედვით კლინიკის აკრედიტაციის, რომელიც ჩაატარა კანადის ჯგუფმა. და ბუნდურად იმუშავა თელმა კოლექტივმა თანამედროვე მეთოდები, მიდგომა, სრულიად პაციენტების და თვითონ კლინიკის მოწყობა ეს დაფასდა და ეს არის უმაღლესი ჯილდო და დასტური იმისა, რომ ჩვენი კლინიკა დღეს ევროპულ სტანდარტებს გავიდა და აგრძელებს მომავალში განვითარებას. ამის რესურსი, ამის პერსპექტივა გააჩნია ჩვენ კლინიკას. მადლობთ ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა თელმა კოლექტივმა ITSS-ის თანამედროვე ყველა სტანდარტით არსებული და მიღებული ტერმინები, ურთიერთობები, მეთოდები და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პაციენტების მომსახურების კულტურა. როგორც დღეს მსოფლიო გამოცდილება არის ცნობილი და გაიზია ჩვენმა კლინიკამ. ულოცავ კლინიკას აღდგენას, აღორძინებას და თესლას. აკრედიტაცია ეს არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ დავუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტს და მე ნამდვილად ძალიან დიდი სიამაყით და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენი გუნდის წევრი ძალიან დიდი სიამაყით იტყვის, რომ დასავლეთ საქართველოში ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო ქსენონი არის ერთადერთი მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ფლობს ნამდვილად აკრედიტაცია კანადის საერთაშორისო სტანდარტს და ჩვენ ვართ ძალიან ამაყები, რომ შევუერთდით მსოფლიოში უდიდეს ოჯახს, რასაც აკრედიტაცია კანადა ჰქვია, რადგანაც ვიცით, რომ მას ყავს 14,000-ზე მეტი აკრედიტებული ჰოსპიტალი მსოფლიოს გარშემო და მიხარია, რომ ევროპის რეგიონს დაემატა საქართველო და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ რეჟიმში შევეცდებით ჩვენი დაუღალავი შრომით ვიზრუნოთ თითოეული პაციენტის ჯანმრთელობაზე, მის საუკეთესო გამოსავალზე და დავნერგოთ ყველა ის ინოვაცია და თანამედროვე სტანდარტი, რომლის შესაძლებლობასაც ჩვენ გვაძლევს აკრედიტაცია და საერთაშორისო მოთხოვნები, გაიდლაინები და პროტოკოლები. ჩვენ კანადის აკრედიტაციის გუნდი მოხარულები ვართ, რომ სტუმრობთ ქსენონის კლინიკას და ვაპირებთ გამოუცხადოთ მათ პლატინის აკრედიტაციის მინიჭება. აკრედიტაცია კანადა ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აწესებს ჯანდაცვის მსოფლიო სტანდარტებს და დღეს კლინიკა ქსენონი უერთდება 14,000-ზე მეტ დაწესებულებათა ოჯახს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებმაც წარმატებით გაიარეს აკრედიტაცია. ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა საქართველომ დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო. მაშინ ბევრი კითხვა გაჩნდა თავად აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებით თუ როგორ აპირებდა ჯანდაცვის სისტემა ამის განხორციელებას. შედეგები მართლაც გასაოცარია. 2 წელი გავიდა. თვეების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებოდით თუ როგორ გააქტიურდნენ საავადმყოფოები. ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ კლინიკები მართლაც მაღალ დონეზე ავიდნენ.
ეს ძალიან რთული პროცესია, რადგან საავადმყოფოებმა უნდა დანერგონ ახალი სტანდარტები თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში. ეს პროცესი გუნდურ მუშაობას მოითხოვს. მათ უნდა იმუშაონ გუნდურად, რათა შექმნან ხარისხის კულტურა, რომ უკეთ მოემსახურონ თავიანთ პაციენტებს. ძალიან გვიხარია, რომ პირადად ვესწრებით ამ საზეიმო მოვლენას და მათთან ერთად დღესასწაულობთ ამ დიდ წარმატებას. ჩვენ დავინახეთ დიდი შემართება და ენთუზიაზმი საქართველოს სამედიცინო საზოგადოებაში. იმედი გვაქვს, რომ ისინი იმავე ენთუზიაზმით გააგრძელებენ ამ პროცესს და ჩვენ კიდევ ბევრ კარგ ინოვაციას და მიღწევას ვიხილავთ. საერთაშორისო ორგანიზაცია აკრედიტაცია კანადა ევროპის რეგიონში ბოლო 25 წელია იმყოფება. ამჟამად ჩვენ ვკურირებთ მრავალ პროექტს ევროპის 9 ქვეყანაში. მოხარული ვართ, რომ ქსენონის კლინიკა შემოვიერთეთ ჯანდაცვის ჩვენს წამყვან მოწინავე ევროპულ ქსელში. მივესალმებით მას ჩვენს ევროპულ ქსელში, რომელიც შედგება მრავალი ორგანიზაციისგან და რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ გააუმჯობესონ სამედიცინო დახმარების ხარისხი და უსაფრთხოება. ქსენონის კლინიკის გუნდმა გამოიჩინა დიდი ერთგულება საქმისადმი. ეს წარმატება მათი ყოველდღიური მუშაობის შედეგია. მათ შორის მათ იმუშავეს იმგვარი კრიტერიუმების დანერგვის კუთხით, რომლებიც საჭიროებდა საორგანიზაციო პრაქტიკას და ჩვენ გაუცებულები დავრჩით იმ ჭეშმარიტი პოზიტიური სულისკვეთებით, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ავლენდნენ. ამიტომ ჩვენ მოხარულები ვართ მივესალმოთ მათ ჩვენი მოწინავე გამოცდილებების ევროპულ ქსელში და მოუთმელად ველოდებით ჩვენს გრძელვადიან თანამშრომლობას აქ ქუთაისში და მთლიანად საქართველოში. დღეს ვართ ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო ქსენონში. ეს არის უდიდესი წარმატება საქართველოს ჯანდაცვისათვის, ეს უდიდესი წარმატება ქუთაისისათვის და მთელ დასავლეთ საქართველოსათვის. პირველად დასავლეთ საქართველოში არის უძლიერესი მოაკრედიტებული ორგანოს მიერ აკრედიტირებული სამედიცინო დაწესებულება. ეს ნიშნავს იმას, რომ ქუთაისში არის ხარისხიანი ჯანდაცვა. არა მარტო ხარისხიანი, არამედ ხარისხიანი ჯანდაცვა, რომელიც არის დამტკიცებული, სერტიფიცირებული და აღიარებული საერთაშორისო დონეზე. ქუთაისი გახდა დღეს უკვე საერთაშორისო რუკაზე. რას ნიშნავს ეს? აკრედიტაცია კანადა მუშაობს 53 ქვეყანაში, საქართველოს 53 არის და 14000-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება არის აკრედიტირებული აკრედიტაცია კანადის მიერ. საქართველოში 287 საავადმყოფო უნდა გაიაროს აკრედიტაცია და 24 სამედიცინო დაწესებულებასაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა და მარტო 9 სამედიცინო დაწესებულება მიიღო აკრედიტაცია.